ერთი არ არის პირდაპირ თარგმანი, მათ შეცვალეს მნიშვნელოვანი ცნებები, როგორც არის მაგალითად პოლიტიკური პროპაგანდა. ეს ტერმინი კანონში გააჩინეს მაშინ, როცა ის ამერიკულში არ მოიძევება. ქართულ და ამერიკულ ფარებს შორის არის უდიდესი განსხვავება. ეს განსხვავება არის პირველ რიგში იმასთან მიმართებით, თუ ვინ არის აგენტი, ვინ მოიაზრებს ამერიკული კანონი აგენტად და ვის მოიაზრებს კანონი საქართველოში ამ პოლიტიკური პარტიის განმარტებით აგენტად. ამერიკაში იმისთვის, რომ აგენტად დარეგისტრება მოგთხოვონ, საჭირო არის არა მხოლოდ ის, რომ შენ იღებდე უცხოურ დაფინანსებას და ეწეოდე პოლიტიკურ საქმიანობას ან აშუქებდე პოლიტიკურ სიახლეებს, არამედ ასევე აუცილებელი არის ის, რომ შენ ამას აკეთებდე არა საკუთარი საწესდებო მიზნებით, არა საკუთარი ინიციატივით ან არა საკუთარი სარედაქციო დამოუკიდებლობით, არამედ სხვისი მითითებით ან სხვისი ინტერესების სასარგებლოდ. ყველა განმარტებით, რომელიც განხორციელდა როგორც ამ პარტიის წარმომადგენლებისგან, ისე ამ კანონის აღმასრულებელისგან, ანტიკორუფციული ბიუროსგან, ისინი ამ მესამე ელემენტს საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას. ანუ ისინი ამბობენ, რომ თუ უცხოურ დაფინანსებას იღებ და რაიმე სახის აზრებს აფიქსირებ, ეს ნიშნავს, რომ იმ უცხოელი დონორის ინტერესების გამო აკეთებ ამას.